მოგესალმებით, მე ვარ ლევანი შნიანიძე, თქვენ უყურებთ საზოგადოებრივ სტუდიას და ჩვენს რუბრიკას დაფარული ფიგურები. ამ რუბრიკაში ჩვენ ვიწვევთ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ჩართული არიან ბრძოლაში თავისუფლებისთვის. დღეს ჩვენი სტუმარია ზვიად ლალაზაშვილი. გამარჯობა ზვიად, მადლობა, რომ გვეწვიეთ ჩვენს მცირე სტუდიაში. ზვიად, პირველ რიგში მოკლედ ჩვენს შესახებ მოუყევი შენ თავზე რა საქმიანობ როგორ მიხვედი შენ იმ გადაწყვეტილებამდე რომ შენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პროტესტ და ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. მოგესალმებით. პროფესიით ვარ სამართალმცოდნე, განთავსებული მაქვს პოლიციის აკადემია. გადაწყვეტილება მივიღე აკადემიაში რომ ჩამემბარებინა 90-იან წლებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 9 აპრილის მოვლენებიდან რა სიტუაციაც იყო, გადაწყვიტე რომ ქვეყანას გამოვადგებოდი უფრო ჩემ ხალხს სამართალმცოდნე თუ გავხდებოდი. ძალიან რთული გზა მომიწია აქამდე და დრო სავარაუდოდ არ გვაყოფა დეტალურად რო რეალურად მე იმ სოციუმიდან, რა სოციუმში დღეს ჩვენი ქვეყანა მოსახლეობა ხალხი ცხოვრობს, გამომიყვანა უკრაინაში ომის დაწყება. რა სივრცეც პლანეტაზე ხდება ზოგადად, რა ადამიანს აქვს უფლება რომ იცხოვროს შვიდად, თავის ოჯახთან ერთად, თავის ქვეყანაში და ამ დროს ვიღაცა ბომბავს, ხო? და ამაზე რეაგირება არ გქონდეს ადამიანს. ცოტა კი, თუმცა ზვიად ორნაირი რეაგირება შეიძლება ქონდეს. ზოგის რეაქცია მათ შორის ჩვენ ქვეყანაში იყო პირიქით, რომ ეხა ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენთანაც იგივე არ მოხდეს და ვიღაცების ხო პირიქით მეტად გაბრაზდნენ იმაში, რომ ჩვენთანაც იყო ხელისუფლება, რომელიც რაღაცნაირად ითანამშრომლებოდა ყველაზე მინიმალურად რო ვთქვათ რუსეთს, ხო? აი შენ რატო წახვედი ამ მიმართულებით? სწორედ მანდ იყო რა, ეხლა პოლიტიკაში არ ვერეოდი, ვიყავი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდი, სამსახურის უფროსი ვიყავი, ანუ თანამდებობა მეკავა, შვიდად და უზრუნველად ცხოვრობდი, ასე ვთქვათ რა. სოციალურ ქსელში ჩემი შეხედულება, ჩემი აზრი დავაფიქსირე მართველი პარტიის მიმართ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, კუბახიძე იყო და ღარიბაშვილი იყო. და მეორე დღე სამსახურში უფროსმა დამიბარა და ოსტი აიღეუნთ ხო. ეს ხდება კერძო კომპანიაში. კერძო კომპანიაში, სადაც 13 წელი გავატარე და ჩემი საკუთარი ოჯახი იყო. ხო, 13 წელი რომ მუშაობ, ოჯახის წევრები ვართ, ასე ვთქვათ რა და უცა გეუბნება ოჯახის წევრი შენი რომ იცი რა ეს არ დაპოსტო და ეს ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გააზრება. ქვეყანა რა მიმართულებით მიდის, ხო? სანქციებს არ შეუერთდებით. რუსეთზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ ჩვენ დამონებაზე, განადგურებაზე და განვითარების მოსვლაზე ორიენტირებული. და ანუ ამან გადაგაწყვეტინე რომ კიდევ უფრო მეტად ჩართული იყავი? ბატონო. ანუ ეს პოსტი შენ აიღე, არ აიღე? პირდაპირ მითხრეს რა, რომ აიღე, განა მუქარა და მეგობრულად, ადამიანურად, რომ პოზიცია მაღალი გიკავია, ხალხი გიყურებს, თანამშრომლები ნახა 1000 კაცზე მეტია და კომპანიაში დასაქმებული. ვარ სამსახურის უფროსი. ახლა პოსტზე აქციებზე გამოვდივარ, ხალხი გიყურებს. ზევიდან იყო დავალება, რომ მე ჩახსნილი ვიყავი. გავაკეთე არჩევანი რა, დავემშვიდობე, წამოვედი და რაც შემიძლია მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი აზრი დავაფიქსირო და ასე ვთქვათ, ხალხს მივცე იმის მაგალითი, რომ ბრძოლა ღირს შენი ქვეყნისთვის და შენი თავისუფლებისთვის. მეორე ფაქტორი, ერთ-ერთი მთავარი რაც იყო, შენც იქ იყავი თაბახის ფურცლებით, რომ მაშინ გაგიცანი, იქ გაგიცანი პირველად თუ არ ვწდები რა, მაშინ გავიცანით ერთმანეთი რა. კი, ფურცლების გამო რომ ეს უკვე რომ მომავალს უყარგავს შენ თავისუფლებას. ამაზე რეაგირება როგორ უნდა გქონდეს, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. შეშის ფაქტორია რა. კი, მაგრამ აი თავისუფლება მაინც აი შენთვის პირადად ზვიად, აი რომ განვარცოთ, ანუ შენთვის რაზე გადის თავისუფლება? ნუ ერთი გამოხატვის თავისუფლება, რაც აი ყველაზე ცხადია, რომ უკვე იზღუდება თან
წლიდან წლამდე დღითი დღე უარესდება ამ ხრივ სიტუაცია, ხო? მაგრამ ანუ აი ესე მთლიანად რო შევაფასა, შენთვის რა არის თავისუფლება პირადად? განვითარება ადამიანმა უნდა ამოირჩიოს სფერო პირობითად, ხო? აი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ხატვარი გინდა გახდეთ და უნდა ხატო ადამიანმა, ხო? რაფერიც გინდა ჩაიცვა, ტანისამოსი პირობითად ვამბობ. შენ რაღაც სოციუმმა არ უნდა შეგზღუდოს და არ უნდა აგიგზავნოს სახელმწიფო, არ უნდა მოქცეს, ხო? განვითარება უნდა მოხდეს ადამიანმა, თვით რეალიზება უნდა შეძლო. ჩარჩოებში არ უნდა მოგაქციონ. თუ თვით რეალიზებას ადამიანი ვერ ახერხებ, რომელ განვითარებაზეა საუბარი? ხო, აი გარდა ნუ ეს თავისუფლებისა, რაც ალბათ პირველი არის, ხო, ჩვენთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი. შენთვის რა არის, თქვა აი ის, რაც აი ყოველდღიურობაში, რაღაც ყოველფერობაში, ასე ვთქვა, რაც ხდება ცხოვრებაში და რაც თვლი რომ იმის ბრალია რომ რაღაც სახელმწიფო არაკეთებს სწორად და რის შესაძლებლადაც ასევე იბრძვი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის საწყისი არის განათლება ჩვენი რა. ჩვენ სახელმწიფოს ნუ უყურებთ ესე ზოგადად რომ რაღაცა სახელმწიფო რაღაცას გაგიკეთებს. სახელმწიფო მთავრობა შედგება შენაირი, შემნაირი ინდივიდებისგან, ადამიანებისგან, ხო, რომელიც ხალხის მასამ აირჩია, მიაბარა სახელმწიფო, რომ მართონ. თუ ეს მთავრობა თავის საქმეს არაკეთებს, ვალდებულებას არაკეთებს, რომ ხალხმა იცხოვროს მისი მდგომარეობა, მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, ხო? შესაძლებელია, რა თქმა უნდა. და აი რა არის აი სოციალურ დონეზე შენი ეს აი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც შეცვლაც შესაძლებელია შენი აზრით, მაგრამ რაღაც ხელისუფლება ამას არ აკეთებს. თავარი პრობლემა არის განათლების არქონა. რას გულისხმობ ახლა? ეს განათლება შეიძლება ჩაიშალოს სხვადასხვა ასპექტებში, მაგრამ იმედი არ აქვს ხალხს და პირდაპირ ამბობს ხალხი, რომ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ შევცვლით. და ძალიან მარტივად არის შესაძლებელი რა. ძალიან მარტივად. თუ ხალხის მასა მოინდომა, გაერთიანდა, ეს უნდობლობა რაც არის, გადაილახა. მარტივად შესაძლებელი. მაგალითად, გვაქვს რამოდენიმე პარტია, ხო? რომელ პარტიაშიც შენაირი და ჩემნაირი ხალხი არის თავიანთი რწმენით გაერთიანებული და დაყოფილია ეს ყველაფერი. კი. ხალხი არის გაშლილი, იქ ვიღაცას იმედი გაუწრდა, იქ ვიღაცას აქვს იმედი, ერთმანეთში ჭრილი მიდის. შევეშოთ რა, ჩემი აზრით რა, ნაცი, ხოცი და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს უკანა პლანზე გადასული რა. პირველი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა, დასახული გეგმა, მიზანი და ახალი ქვეყნის აშენების, ახალი წყობილების დაყენების. ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყანაში, ყველა სტრუქტურა, განათლების სფეროდან ავიღოთ, ჯანდაცვიდან ავიღოთ, ეკონომიკა ავიღოთ, ყველა აბსოლუტურად რა. სასამართლოზე ხო საუბარი აღარ არის. სამართლობის პიკია ჩვენ ქვეყანაში. კი, სამწუხაროდ. ზვიად, შენ ანუ სისტემაში მუშაობის გამოცდილებას თქვა პოლიციის აკადემიის შემდეგ მუშაობდი თქვა სისტემაში. გააგრძელე რამდენი ხანი იყავი? ჯამში რამდენადაც მახსოვს 13 წელი ადმინისტრაციულში, არწმუნოთა ინსპექციაში, სამძებროში და წელიწადზე ცოტა მეტი მაქვს ნამუშევარი პენიტენციარულ სისტემაში, უსაფრთხოებაში. და ზვიად, აი, შენ ანუ ასე ვთქვათ, შიგნიდან გაქვს რაღაც ნანახი, რაღაცა გახქმა ისმის ადამიანები როგორ მიდიან, რა ხედვით არიან და ანუ ეხა აი როგორ ფიქრობ, ანუ იმ ადამიანების ვინც დღეს რაღაც სისტემაში მუშაობენ, ვინც სამართალდამცავები ეწოდებათ, მათ შორის აი ისინი როგორ უყურებენ შენი აზრით იმაში, რაც ხდება დღეს, ანუ მათ ჯერად რეალურად იმ პროპაგანდის, რასაც ხელისუფლება ეუბნება და იქ ყველა ქვეყნის მოღალატე გონია, ვისაც არბევენ, რაც მათი სოციალური მდგომარეობიდან არის, რომ სხვა გზა არ აქვს, თუ შენ როგორ უყურებ აი მათ იქ ყოფნას და მათ მიერ ამ დავალებების, ასე ვთქვათ, უსიტყვოდ შესრულების პროცესს. კატეგორია არის, რომელსაც სწამს ის რეალობა, რაც არის ხედავს, მაგრამ შებოჭილია. იქ საბანკო კუთხით არის ჩამოკიდებული, ხმას ვერ იღებს, ბრძანება უნდა შეასრულოს მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ და ობიექტური ვიქნები და რაც არის რეალობა რა. ახლა მიტინგებზე მე მინახავს აი ეს დარბევების დროს რამოდენიმე შემხვედრია ნაცნობი, ვისაც ვიცნობ. და როდესაც უკვე მიწოლა მიდის ხალხის მასისკენ, ხედავ რომ ვიღაცები ჩაიხსნენ რა, იმიტომ რომ იმ დავალებას იმ ბოლო მომენტში არ შეასრულებს.
ანუ ვიღაცებიც ამას აკეთებენ და ვიღაცები რა დიდი ხალისით ერთვებიან ვიღაცები დიდი ხალისით ერთვებიან, იმიტომ რომ რეალურად სხვა გარემოში ცხოვრობენ, სხვა მენტალობა აქვს, სხვა მენტალიტეტი აქვს და არ აინტერესებთ არაფერი და იცის რომ უბრალოდ მიცა დავალება და ეს უნდა გააკეთოს რა. რაღაცა ინფორმაცია აქვს, იმ ინფორმაციით შემოიფარგლება და მეტი განვითარება არ აინტერესებს. მაგრამ მე კიდევ ვამბობ და მჯერა რომ საქმეზე თუ მივა ის პოლიცია, რაც არის ქართული პოლიცია, ხალხის გვერდზე დადგება, არის ძალიან დიდი იმედი მაქვს. იმედია მაგამდე არ მივა საქმე რა. აი როგორ ფიქრობ, აი ამ ადამიანებთან არ მარტო მაინც სისტემაში არიან და რაღაცებს ჯერ ზოგადად აი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან ხო როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ გაყალბებაზე, ვერ დავიმალებით და გავექცევით იმფორმაციას, რომ ძალიან დიდმა ნაწილმა საზოგადოების გულწრფელად მისცა ხმა ქართულ ოცნებას. და ანუ როგორღაც ვერ მივაწვდინე თითქოს მაგ ადამიანებამდე ხმა, ხო? აი როგორ შეიძლება არ გინდოდეს უკეთესი სახელმწიფო, ხო? ანუ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერთანაც რომ მიხდი, ალბათ ისიც კი დაგეთანხმება, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. და როგორ ფიქრობ, აი ჩვენ როგორც საზოგადოებას, ცალკე როგორც ოპოზიციურ სპექტრს, რა შეეშალა, რა გავაკეთეთ თუ რა გაკეთდა არასწორად, რომ ამ ადამიანების დარწმუნება ვერ მოვახერხეთ? რწმენა აქვს თავისი რწმენა. ამაზე შევთანხმდით რა. ვიღაცას შეიძლება დღეს რუსეთი მოსწონს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში აქვს ნაცხოვრები, ეს მათ შორის ბავშვობა ყელსახვევი მეკეთა. ხო, მაგრამ აი მას ხო არ ვფიქრობთ, რომ ვინც სხვა მის საქართველოს ოცნებას იმათი მნიშვნელოვანი ნაწილიც კი არ არის მე ჩემი აზრით, ისეთ რომელსაც რუსეთი გულწრფელად მოსწონს, ალბათ ძალიან მცირე ნაწილი. კი ბატონო, კი გეთანხმები, სავარაუდოდ არის ჩემი აზრით კიდე რომ ძალიან ბევრს უნდა აქეთ გააკეთოს არჩევანი, მაგრამ შიში აქვს სამსახურის დაკარგვის. რეგიონებიდან ამდენი ხალხი ჩამოიყვანეს ახლა ხო არჩევნების წინ. კი, რეგიონებში განსაკუთრებით ხო ეს გავლენა მოსყიდვა ძალიან ბევრად მძიმედ არის. კი ბატონო. სუნოთი. და მან ერთი ფაქტორია კიდე თვითონ ოცნებაში ვინც არის ხო ასე ვთქვათ სიტყვას ვიხმარ შეტოპილია შიგნით და უკან გამოსვლის შიში აქვს ახლა წარმოიდგინოთ ჩვენ რო ახლა ოცნებაში ვიყოთ რაღაც პოლიცია გვეკავოს. მე ოცნებას მივეცი არჩევნებში ხმარო რომ მოვიდნენ. მართლა მჯეროდა, იმიტომ რომ მითი იყო შექმნილი ბიძინა ივანიშვილზე და ახლა მე ჩემი სფერო მქონდა, ჩემი კუთხით ვითარდებოდი, მუშაობდი და იმის იქეთ არ ვეძებდი. არ ვეძიებოდი რა, ახლა იმ რეჟიმს დადებითიც ჰქონდა, სააკაშვილის რეჟიმს უარყოფითიც ჰქონდა. ობიექტურები უნდა იყოს ქვეყანა, ერთი 30 წლით წინ წაიწია, ხო ფაქტია, რა კრიმინალი მოისპო და ბევრი რაღაც გაკეთდა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა მაშინ დაიწყო ზუსტად ის, რომ აი პოლიტიკური შეხედულების ისჯებოდნენ ხალხს. ანუ ის სისტემა, რაც ეხლა დგანა, რეალურად მაშინ შეიქმნა. გადმოიბარეს, რა კი ბატონო, თორე შევარდნაძის დროს მე მუშაობდი არაყაშვილის პოლიციაში და რადიოსადგურით შემოვლაზე მოძრაობდით ხოლმე. შევარდნაძის პაროდიას აკეთებდა, თანამშრომელი იყო, აჯარებდა ხოლმე და თელ ქალაქს ესმოდა და არავის შენიშვნა არ მოიუცია და ანუ ხადაობას მოსულა და კი, სიტყვის თავისუფლება ყველაზე მეტი ალბათ მაშინ იყო. დემოკრატია პირდაპირ გეუბნებით. შევარდნაძის დროს რო იყო დემოკრატია, მაგუთხით სააკაშვილის დროს გაქრაიც, იმიტომ რომ გეთქვა რაღაც პარტიის საწინააღმდეგო მიზანში იყო ამოღებული. კი, მით უმეტეს სისტემაში და ძალოვან სტრუქტურებში განსაკუთრებით. ხო და დავამთავრე რას მომოვდი, რომ ვიღაცებს ჯეროდათ და შევიდნენ ამ პარტიაში, რაღაცა დაწინაურდნენ და ეს რეალობა დღეს რაც არის, შეიძლება უნდათ წამოსულო, მაგრამ უკვე ძალიან ღრმა და შეფოთებული შეიძლება ტრამატოლოგიური აღმოჩნდეს ფაქტებიც გქონია, ხო? კი. და აი ოპოზიციას როგორ შეაფასებდა, რას ფიქრობ, რა იყო მათი შეცდომა ამ პროცესში? ოპოზიციაში ვიტყვი, რომ აი როგორ შეიძლება ლევან რუსეთში აღმოცენებული ადამიანი, რუსეთში ბიზნეს ნაკეთები ადამიანი დღეს ყავდეს ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერად. ვის გულისხმობ? გახარიეს. ამაზე მე მქონდა კამათი მეგობრებთან რა, რომ არა ბჭო, აი როგორ შეიძლება გჯეროდეს ამიხსენი რა, როგორ შეიძლება გჯეროდეს. ეს ყველაფერი არის დროის გასაყვანად. ჩვენ ხალხი ვიჯერებთ ვიღაცებს, ველოდებით რაღაცებს. ამათ დრო გაყავთ ელემენტარულად. კარგად არიან, ფულს შოულობენ. ამათ თავი აზრი რა არის. ფული იშოვონ, ჩააბარონ ეს ქვეყანა რუსეთს და ხალხმა ესე
ცხრებით ირვინონ წინ და უკან. რეალობა არის ეს, ლევან რა. ხალხი ვინც არა აქვს მნიშვნელობა ნაციონალებშია გახარიასთანა რომელ პარტიაში, ვისაც მართლა ქვეყანა გვიყვარს, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სწორი მიმართულებით წავიდეს, რომ ნორმალური სამსახურები იყოს, ანაზღაურება იყოს, სადაც მუშაობთ, კერძო სექტორია თუ სახელმწიფო სექტორია, ყველგან დაბალი ხელფასია, აბსოლუტურად ყველგან. პენსიები ავიღოთ, აი რწმენია ელემენტარულად რა. როგორ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება იმუშაოს და 300 ლარი ჰქონდეს პენსია? რომელ ევროპაში მივიდივართ? კარგი რა ლევან რა. ჩვენ მივიდივართ ევროპაში. ევროპა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო რა. ასე ვთქვათ, ევროპაც ეს არის, აზიაც ეს არის და ჩვენი სამშობლო. აქ უნდა განვითარდეს ყველა დარგი, ყველა კუთხით, ყველა მიმართულებით. ყველა პარტიიდან უნდა გავერთიანდეთ, ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, გეგმა უნდა შევიმუშაოთ, ავარჩიოთ ლიდერები, მივცეთ დრო, მართონ თუ გადაუხვევენ შევცვალოთ. მარტივად შეიძლება ამის გაკეთება. უბრალოდ ნდობა მოსაკვებელი ერთმანეთის. ხო, ანუ ეგ რო გავაგზავნოთ, ანუ შენ ჯამში აი როგორ ხედავ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილების გზას, ყველაზე რეალურ გზას, ანუ მაგ გაერთიანება, თქვათ, კარგი მე არჩევნებსაც აი როგორ უყურებ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, ზოგადად პროცესს პირადად შენ როგორ უყურებ, აი რა გზით უნდა იაროს? გეტყვი ლევან, არანაირი არჩევნები, აბსოლუტურად ამანთან არანაირი არჩევნების მოლაპარაკება არ შეიძლება იყოს რა. გამორიცხულია ლევან რა. ანუ თვლი რომ პროტესტი არის ერთადერთი გზა? მხოლოდ პროტესტს მივესალმები და ძალიან კარგია. უნდა გაგრძელოს. დაუშვით მე და შენ მოვიდეთ ხელისუფლებაში, ხო? ჩვენს უნდა მივესალმოთ რომ პროტესტი იყოს, თუ რაღაც გვეშლება უნდა გვითხრან რა. ეს ყოველთვის უნდა იყოს როგორც ცეცხლი, მარადიული უნდა ენთოს. გაფიცვების ყველაზე მაგრად ეშინიათ ხელისუფლებას გაფიცვის. საერთოდ არ არის საჭირო ქუჩის პარალიზება. იმიტომ რომ ქუჩაში ისე მოსახლეობა ფერხდება, ხო? ვიღაცაში იწვევს უარყოფით მას ყოველთვის შემში დადებით იწვევს, მით უმეტეს მე მეშლება ხელი ახლა. ტაქსის სწორად მუშაობ და როგორია ქუჩა გადაკეტილია, ვერ მივდივარ, ხო? წეს უნდა ბრაზდებოდი, მაგრამ პირიქით მიხარია რა, იმიტომ რომ ვიცი რატომაც კეთდება. მაგრამ შეიძლება ჩვენ ამ ტაქტიკა შევცვალოთ რა. ავიღოთ რომელიმე სფერო, აი მაგალითად ბენზოგასამართი სადგურებს, სადაც ხო მყავთ მანქანა და თუ საწვავი არ ჩაას, ვერ იმოძრავებ, ხო? ოპერატორს, რომელიც ასხავს საწვავს, აქ ხელფასი 900 ლარი თვეში. დღეში რამდენი გამოდის, რაღაც 30 ლარი ალბათ, ხო? და რამდენ ლიტრ საწვავს ყიდის, ანუ რამდენი ლარის საწვავს ყიდის დღეში, სადღაც 60-70 ლარის საწვავს ყიდის. ანუ ჩვენ განათლება გვჭირდება, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ამ ოპერატორს, რომ მეგობრებო, რომ შენ გატყუებ შენი კომპანია. ეს ვისოლი. შენ რომ დღეში ყიდი 70-80 ლარის საწვავ შენ სვლაში რო ხარ და გაძლევს 30 ლარს. მოითხოვე მომატება ანაზღაურების. არ ჩაასხა საწვავი, გაიფიცე. წარმოიდგინე ჩვენ რომ რაღაც ერთი კვირის მანძილზე ვიმუშაოთ ამ სეგმენტთან, ხო? ხვდები საწვავს ვერ ჩაასხავს ვერავინ. პარალიზება გულია უკვე ქალაქში. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ მაგალითად მოლარი, რომელიც კარფურის მოლარი აიყო, ვაჭრობს, ნუ რა 5-6 ვაჭრა სვლაში. ხელფასი იღებს 30 ლარს. ეს ხო მასხარა დაგდება და დაცინო ამისი, ხო? ჩვენ რო განათლების კუთხით მივცეთ ამ ხალხს და გვერდში დაუდგეთ და მაგალითად დავანახოთ. სუპერმარკეტში ვერ შეხო და ვერ იყიდი, იმას რა ქვია, პურს და წყალს. აფთიაქში აი წამალი ამის მგზავრი მეუბნებოდა რუსი იყო რა. ინსულინის ნემსი ვიყიდეო და გავაგზავნეო. იქიდან მეუბნებიან რა მიეციო. 10 ჯერ მეტი გაქვთ თბილისშიო გადახდილიო. 10 ჯერ მეტი. და ფარმაცევტი აფთიაქში რამდენს ღებულობს. ანალოგიური შეიძლება გამოვიყენოთ ეს სამი მიმართულება. ქალაქი კი არა, ქვეყანის პარალელიზებას მოვახდეთ. თუ სწორად სტრატეგიულად დავგეგმავთ ამ ყველაფერს. მე უკვე მოთხოვნაზე წამოვლენ და მოლაპარაკებაზე წამოვლენ. გადადგნენ თუ წავიდნენ. პლუს ბიზნესი, ანუ შემოსავალი, შენ ეს სამი მიმართულება რო გააჩერო,
ფულს ვეღარ შეულობენ. ხო, თუმცა, რთული პროცესი არის, რომ მარტივ მაქსიმუმი რაც მოახერხეთ, რამოდენიმე საათიანი ნაწილობრივი გაფიცვა იყო. ხო. არ მუშაობთ მაგ კუთხე და მაგით. ვინ უნდა იმუშაოს შენი აზრით მაგ კუთხით პოლიტიკურ პარტიებმა? პოლიტიკურ პარტიებს მაგაზე ნაფიქრი აქვთ, გაელვებული აქვთ და გატარებული აქვთ, იმიტომ რომ მიმართულება ზევიდან აქვთ, მიცემული რომ ეგ გაატარო. ზევიდან, დიახ. თვლი რომ ისინი თანამშრომლობენ ასე ვთქვათ. უმეტესობა თანამშრომლობს. კარგი, ზუსტად. შენ აღნიშნე რომ მას შემდეგ რაც წამოსვლა მოგიწია იმ შენი პოზიციიდან, ტაქსი ძღოლად მუშაობ. გაქვს ხშირი კომუნიკაცია ადამიანებთან, ხო, მეტნაკლებად. ყოველდღიური და რაც ჯერ მანქანის მართვა მიყვარს, ვისვენებ და მე ხალხთან, სხვადასხვა სეგმენტთან. ხო, განწყობები როგორია, ასე ვთქვათ, ხალხში ჩვენ რაღაც ჩართული ვართ რაღაც პროტესტში, ხო? ართული რომ რაღაცნაირად მოწყვეტილი ვართ რეალობასთან, ხალხში იმასაც რომელსაც შემთხვევითობის პრინციპით გიწევ შეხვედრა, როგორი განწყობა გრძნობს შენ მათგან? არის ხალხი, რომელიც აქტიურად განიხილავს და აწუხებს მიმდინარე პროცესები დადებითი კუთხით, რომ ქვეყანა ჩვენია. ხდებიან ისეთებიც, რომ რა გააჭირეს ამათმა საქმიან პრობლემა. მასეთიც ყველა კატეგორია ხდება რა, ეს კოცებიც ხდებიან. შეფარდება როგორია შენი დაკვირვებით? არის კატეგორია, რომ საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ამ ქვეყანაზე და თავიანთ პირად რაღაცეებში არიან ჩაფლული. მასეთი ალბათ ყველაზე მეტია, ჩემი აზრით. კი, სხვათა შორის მასეთი უფრო, იმიტომ რომ ჭირს ცხოვრება რეალურად ჩვენ ქვეყანაში, რომ ადამიანმა იმუშაო, რაღაც ღირსეული ანაზღაურება მიიღო და დრო მუშაობას მერასო ადამიანს ყველაზე ძვირფასი აქვს დრო. იმდენს წყალობს ეს ხალხი, რომ დასვენების დრო არ რჩება, რომ დაისვენოს და გონება გაანიაოს და რომ განვითარ უკეთესი შეიძლება ჰქონდეს რაღაც წინსვლა ჰქონდეს. ვერა. ამას ვერ ვხედავ. ზუსტად, უფრო ფართოდ რომ შევაფასოთ, ხო, რაღაცა როგორც ჩვენ ქვეყანამ, შენ რატომ მივედით იმ პრობლემამდე, რომელიც გვეგონა რომ 2012 წელს გადავჭერით? ადამიანის გონება, ხო, ჩათვალე არის მეხსიერების ბარათი რა. რა ინფორმაციასაც ჩატვირთავ ამ მეხსიერების ბარათში. იმ ინფორმაციით არის გაძეწგვილი და შეჯერებული რა. ცოტა მეტი გჭირდება რომ ვიაზროვნო და ვიფიქროთ. შეცდომები მოსულა. გავი გასაგებია რომ ხოცები არიან, მაგრამ ხო ჩვენები არიან, მაინც ხო ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ხო? არ არის ეს რომ აი მაინც და მაინც მუშტიკრევი და დაგიჭერდა, დახვრიტავ და მოკლავდა. ბიჭო, ისენის პრობლემაში არიან, რეალურად გახოვული სერიოზულ პრობლემაში არიან ახლა. შენ რაღაც რევანშისტულ ასე ვთქვათ რიტორიკას არ იზიარებ? რაცაც მე ახლა მაგან თვლანძღავ, რა ვიცი, დამიდგეს შემეჯივროს, აბა ვისა. ხო, ხელისხლებას. ხო. მაგდენი ხმა ამოღებული, ხო? მაგრამ რეალურად ხო ეს არ მიგვიყვანს ჩვენ, იმიტომ რომ ვერ ვართ ჩვენ ერთად შეკრულები. ამ შემთხვევაში გვაჯობებენ ჩვენ რა. აი, დაუშვოთ ჩვენ გავიმარჯვეთ. აი, რას ვაპირებთ, რომ მიწასთან გავასწოროთ და დავხრუტოთ და დავხოცოთ? არ იქნება ეგ ლოგიკური და ნორმალური, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ შობს ისე ერთმანეთს რაღაცები მიუტევოთ, რაღაც შეცდომები მოსულა. ყველაფერშია ძალიან ბევრი დამიჯერე პირდაპირ გეუბნები და ეხლა ვინც ოცნებაშია რა. რომ რეალურად არ უნდა ეს რეალობა რაც ხდება და ქვეყანა სადაც წავიდა. შენ ფიქრობ, დასახევიც აღარა. იქამდესაც მივედით რაღაც მხრივ ჩვენ აქეთ ამ ხარეც დამნაშავე ვართ, ასე ვთქვათ. ზედმეტი პოლარიზების თუ რაღაცა ჩვენ წვრილი გვაქვს შენი აზრით? არა, ჩვენი დანაშაული მანდ არაფერში არ არის რა. მე უბრალოდ გამოსავალს ვეძებ. გამოსავალი რა შეიძლება ვნახოთ. გამოსავლის ძიება ერთიანად ეს მნიშვნელოვანია, ხო, კი. და მანდ გვიჭირს ყოველთვის. ხელისუფლებაში რომ მოხვალ ვინც არ უნდა იყო, ხო? შენ მოვალეობაზე უნდა იფიქრო. ვალდებულება შეასრულო ქვეყანას მიხედვით, არა ის რომ ბევრი ფული იშოვო, შენი ნათლისწავი მეგობრები მოიყვანო, დაასაქმო და აბა, კაი, რამდენი უნდა გჭირდებოდეს ადამიანს თანხა, ფული მაგალითად, დღის მანძილს სახარჯად. თვეში რამდენი უნდა გჭირდებოდეს. პირობითად შემოსავალი რო ქონდეს, სახლი თუ გაქვს და ვალი არ გაქვს ბანკში. პირობითად რაღაც ხო შეიძლება 2000, 3000, 5000 იმის იქით რა გინდა მითხარი, რასაც ვერ დახარჯა. არასოდეს არ მქონია ბავშვი დამსინიან ჩემი რა, რომ ინტერესი ფული შოვნის არასოდეს არ მქონია. თუ ყოველთვის მაქვს ფული. ყოფილა შემთხვევა რომ არ მქონია.
ფული არ არის გადამწყვეტი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ასე უყურე. თავარია რაღაც გააკეთო ადამიანმა თუ რეალიზება მოახდინო და ვიღაცას ბევრი ფული შოვნა უნდა. კი ყავს ერთი არის. ბევრი ფული აქვს, რაშვენე შარშია დამიჯერეთ რა. აი დაუშვა და გაგვანადგურა მოგწოს უყველა ჩვენ. და თვითონ გაიმარჯვა. ნუ გამარჯვებული იქნება, შენ თუ შენი ქვეყანა მოსპე, შენი ხალხი მოსპე და ბევრი ფული გაქვს, გამარჯვებული ხარ? მე არ მგონია რომ გამარჯვებული იყოს. მაგ შემთხვევაშიც კი. ერთ საკითხი კიდე, რადგან შენ ხშირად წერ ხოლმე შენს Facebook-ზე, აკრიტიკებ ხოლმე საპატრიარქოს. რაც მე ვფიქრობ, რომ ანუ ობიექტურად საზოგადოებას ბევრი გვაქვს რაც შეგვიძლია გამოც საპატრიარქო პირველ ხაზგასმით ისო და ისევ და არა რელიგია და ეკლესია, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი, რომელიც გახდა ფაქტობრივად ხელისუფლების შტო. ხო? შენ პრეტენზია ასე ვთქვათ პირადად რა არის ამ ინსტიტუტის მიმართ? 1977 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და ელემენტარულად სკოლის დირექტორად არ დანიშნავდნენ თუ უშიშრობა არ გაფილტრავდა ადამიანს, ხო? და მაღაზიის გამგეს არ დაგინიშნავდნენ. პატრიარქს გინიშნავენ კრემლის შეთანხმებით, ხო? გადაწყვეტილებით და გავლილი გაფილტრული. თუმცა ხო ზუსტად გასაგებია ახლა რასაც ამბობ, მაგრამ მეორეს მხრივ რომ დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, რაც საპატრიარქოში ხდება, აი რაც პატრიარქას თქვა რეალურად ჩამოშორდა, ასე თქვა აქ კიდევ უფრო უარესისკენ წავიდა, მაგოთ სრულად პოლიტიზირებული გახდა ეს ინსტიტუტი, ხო? აი ესეც ხო, ასე თქვა ფაქტია და კი ბატონო, ანუ როგორ შეიძლება შენ საპატრიარქო ამ ხელად სიმდიდრეს ფლოვდე 100,000-იანი ხე აქვს, ხო? ხო არ ვიგონება რა? და ამდენი გაჭრებული ყავდეს, ანუ სოციალური პრობლემები იყოს ქვეყანაში. და იდეოლოგიურად მუშაობენ, რომ ხალხს ჯეროდეს ამანთი. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად იქნება. არ არის რეალურად კარგად. ძალიან ცუდად არის ყველაფერი. ხო, კი, ჩემი სასწორ პირადი პრეტენზიაც ალბათ ეგ არის, რომ ანუ პროპაგანდაში თავის ძალიან დიდ წვლილს თამაშობენ ისო და ისევ ეს ზევიდან ეს ვინც რაღაცა ეს ოფიციალური პოზიციებიდან საუბრობენ, იმიტომ რომ დაბლა ეკლესიებში ბევრს გვინახავს მოგვისვენია, ბევრი ასე მოძღვარი საერთოდ სხვა რამის ქადაგებს, თუმცა აი ეს ინსტიტუციურად აშკარად ასე ვთქვათ ეგ მითითება არის, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების გუნდში და ჩვენ ვართ ამის ნაწილი და ხო პროპაგანდაში სამწუხაროდ მონაწილეობენ. რეგიონებთან მიმართებაში აი ზოგადად ხო ახლა შენ ახსენა აი რატო გვაქვს აი განსაკუთრებული ჩამორჩენა შენი აზრით აი ეს რეგიონებში ამის მიზეზი რა არის შენი აზრით? ან როგორ გითხრა, გაცლილი როა რეგიონები ახალგაზრდა შრომის უნარიანი ადამიანი გაგიჭირდება რომ ნახო რომ იპოვო რა. ყველა არის ემიგრაციაში წასული, საერთოდ წასული. იმიტომ რომ უიმედო და ხალხი რა. შენ პირადად ანუ შენ ახლა თქვი რომ ანუ შენი პოლიტიკური პოზიციის გამო წამოხვედი ასე ვთქვათ სამსახურიდან რომელიც კარგი პოზიცია გეკავა და გადაერთე აგერ ბრძოლაში და პარალელურად აგერ გიწევს მუშაობა ოჯახის რას განწყობა აქვს ასე ვთქვათ და როგორ ეგუება შენს ამ პოზიციას ჩემაში რომ მითხრა ამის წინ სხვათა შორის სამშობლო საერთო თუ ოჯახსო მე ვთქვი არჩევანი გავაკეთე მეთქი და გაგწირეთ მეთქი იმიტომ რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლით სახლი იპოთეკით მაქვს ჩადებული დასვევა შეუწყდა ბავშვებს რამდენი ჭირდებათ ხო სწავლის გადასახადია სპორტული აქტივობებია გადასახადია და ეს ყველაფერი უცებრო შეწყდება როგორია და გაგწირეთ მეთქი მეთქი იმიტომ რომ მე ესე მესმის რომ სამშობლო არის ერთი დიდი ოჯახი რა რომელიც უნდა დავიცოთ ყველა. მე რო არჩევანი გამეკეთებინა და ჩუმად ყოფილიყავი, მაგარი მამა ვიქნებოდი მეთქი. ძალიან კარგად მიიღეს პირიქით ყოფილა პერიოდი იყო. საჭმელი არ მქონია სახში და მამა არის ყველაფერი და რაღაცას გამზადებდნენ და არის ნერვიულო და გვერდში მიდგანა. ზუსტად, აი რა იქნება ის, რასაც შენ როგორც ერთი რიგითი ასე ვთქვათ, მოქალაქე ეთყოდი ადამიანებს, ერთის მხრივ ადამიანებსაც, რომელიც შეიძლება იზიარებენ, ასე ვთქვათ, ჩვენს პოზიციას და იმ ადამიანებს, რომელსაც არ იზიარებენ, ან სადღაცა შუაში არიან. შენი ერთ-ერთი მოქალაქე სათქმელი რა იქნება მათ მიმართ? გავიმარჯვეთ. ყველაფერი იქნება კარგად. გადავლახოთ ყველა ბარიერს და
გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ზიად, მადლობა რომ მოხვედი, ისაუბრე, მადლობა რომ რაღაცა ხარ, ასე თქვათ, ამ ბრძოლაში ჩართული, როგორც რიგითი რაღაც აქტივისტი, რიგითი მებრძოლი და მეც მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და მივალთ საბოლოოდ გამარჯვება უნდა, იმიტომ რომ მგონია რომ სიკეთე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს და მე მჯერა რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ. დიდი მადლობა, ვინც გვიყურებთ, ჩვენ ვიყავით საზოგადოებრივი სტუდიის ეთერში და ეს იყო რუბრიკა დაფარული ფიგურები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაუზიარეთ სხვებსაც და ლაიქეთ ვიდეოები და დროებით.